სამაშველო, სახანძრო, სასტრაფო, პოლიცია, თავდაცვა, მოხალისეები, ხალხი, საგანგებოდ შექმნილი საკოორდინაციო შტაბი, სტიქიის ზონებში გაწმენდითი სამუშაოებში ყველა ერთიანი ძალებით ჩაერთო. პირველი ამოცანა ბუნებრივია გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლების მიმართულებით გზების გაყვანა და ადამიანებისთვის საკვების მიწოდება იყო. დიდ გამო ზოგიერთ სოფელში სპეცტექნიკაც კი ვერ შევიდა. ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ოჯახები, წყლის გაყინული მილები, დაზიანებული საცხოვრებელი სახლები, ზარალი არის საკმაოდ დიდი. უხვინ ალექის მიერ წარმოქმნილ პრობლემებზე მუშაობა დღესაც 24 საათიან რეჟიმში გრძელდება. ამ დღეების განმავლობაში არაერთი ისტორია მოვისმინეთ, რომელიც გადარჩენილ სიცოცხლეს უკავშირდება. გამორჩეულია დედის ამბავი, რომელმაც სტიქიის დროს იმშობიარა. სამყაროს კი ახალი სიცოცხლე მოევლინა. რეპორტაჟი სტიქიის ზონიდან. 2025 წლის 25 თებერვალს დაიბადა დემეტრე სიხარულიძე. დიდ თოვლობაში. პატარა დემეტრე სამყაროს ჩოხატაურის კლინიკაში მიყვანიდან 5 წუთში მოევლინა. თუმცა გოგოლეს უბნიდან სამედიცინო დაწესებულებამდე გზა არც თუ ისე მოკლე და იოლი აღმოჩნდა. დედას მშობიარობა ზუსტად იმ დროს დაიწყო, როცა სოფელი 2 მეტრიანმა თოვლმა დაფარა და ყველა მისასვლელი გზა მთლიანად ჩაკეტა. ღამე ამ ტკივით ამოცელი დაახლოებით ესე 2 საათისთვის. გამოვიძახეთ მე სასტრაფოს, რომ არა ჩემი მეზობელი, რომელმაც ტრაქტორით მემიყვანა იქამდე, რა ქვია, სასტრაფოს მანქანამდე, არ ვიცი რა მეშველებოდა. მარიამ თათარაშვილს სასტრაფო დახმარების ბრიგადა გოგოლეს უბნის მისასვლელთან ელოდა. მაშველები სახლამდე გზის გაწმენდას ცდილობდნენ, თუმცა დრო არ ითმოდა. საბოლოოდ მშობიარე ქალის სასტრაფოს მანქანამდე მეზობლის ტრაქტორით მიიყვანეს. იქიდან კი სასტრაფომ ჩოხატაურის კლინიკაში გადაიყვანა. იყო მუხრამდე, ალბათ წელამდე. ასე ტრაქტორამდე მივედი, გამიკვალეს გზა მაშველებმა და ჩემმა მეუღლემ იმით ლაფატკებით. და მივედი ტრაქტორამდე და მე მიმიყვანა ტრაქტორმა გზამდე გამომიყვანა, სადაც მელოდებოდა სასტრაფო. სასტრაფოს ექიმები რო არ ყოფილიყვნენ, არ ვიცი რა მეშველებოდა. ვერ მოვდიოდი, ფეხი ვერ გადმოვდგი. გურიაში მოულოდნელად მოსულმა უხმან ალექმა ათობით სოფელი სტიქიის ზონად აქცია. მაშველები ხალხის დახმარებას და გზის გასუფთავებას სპეცტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, თუმცა ინტენსიური თოვა დამატებით პრობლემებს ქმნიდა. წინა წლებში არ მახსოვს მე პირადად ასეთი თოვლი დაეხლა. შემდეგ მეორე დღეს რო გამძაფრდა და კიდევ დაემატა ერთი იმდენი, მე უკვე დავიზაფრეთ ყველა. მაშველები, პოლიცია, სასტრაფო, მოხალისეები ერთკვირიანი სტიქიის დროს ყველა ერთად მუშაობდა. მთავრობის გადაწყვეტილებით შეიქმნა საგანგებო შტაბი. მათ მუშაობაში იყო ჩართული პრემიერ-მინისტრი, რომელიც სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე სამაშველო ჯგუფებმა თითოეულობაში ჩარჩენილი არაერთი ადამიანის სამშვიდობოს გამოიყვანეს. სტიქიამ არაერთი სახლი დააზიანა. გარესამყაროს მოწყვეტილი იყო სოფელი ჩოჩხატიც. იმედის პირველი სხივი კი მაშინ გამოჩნდა, როდესაც ადგილობრივებმა სოფლის მისადგომებთან სამაშველო სამსახურისა და სპეციალური ტექნიკის ხმა გაიგეს. 2 მეტრიანი თოვლით დაფარული გზების ძირითადი ნაწილი გაიწმინდა, რამაც მოსახლეობისთვის საკვებისა და წამლების მიწოდება შესაძლებელი გახადა. ჩაკეტილ სივრცეში აღმოჩნდნენ მოხუცები, კაცები, ქალები და ბავშვები. ციცო, არ გაშინია! არა. მძიმე დღეების მიუხედავად, გურულები ჩვეულ ოპტიმიზმს მაინც არ კარგავდნენ. გადმოდგენ თევზე, მესპეცილთეზე, შენი ქართველი გმირები. ვარდისად ნახე. პავლი თოვლში, სტიქიის დროს მოიცალეს სიყვარულისთვის. შემოვიდა. ღმერთო ჩემო პროდუქტი უფრო მიხარია თუ ვარდი. სტიქიის ზონაში მაშველებს მალევე შეუერთდნენ ჯარისკაცებიც. მათ საკვებისა და მედიკამენტების გარეშე დარჩენილ მოსახლეობასთან საჭირო პროდუქტები პირადად მიჰქონდათ. სტიქიის ზონიდან განხორციელდა არაერთი ადამიანის ევაკუაცია. განსაკუთრებული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ ისინი, ვისაც სამედიცინო მომსახურება სჭირდებოდა. იმის გამო, რომ ადგილზე სასტრაფო დახმარების მანქანების გადაადგილება შეუძლებელი იყო, მაშველებსა და ჯარისკაცებს პაციენტები უახლოეს პუნქტამდე ხელით გამოჰყავდათ.
სოფელ სურებიდან მეხანძრე მაშველებმა ადგილობრივი მამაკაცი გამოიყვანეს. პაციენტი საავადმყოფოში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გადაიყვანეს. მაშველები და თავდაცვის ძალები ჩაერთნენ სახლების სახურავების გადათოვლის პროცესშიც. თითოეულობამ რეგიონში არაერთი საცხოვრებელი დააზიანა. ერთკვირიან სტიქიას მსხვერპლის გარეშე არ ჩაუვლია. სოფელ კონჭატში მეზობლის სახლის გადათოვლის დროს სახურავი ჩავარდა, რამაც მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტიქიამ მთელი საქართველო გააერთიანა მოსახლეობის დახმარებას და მათთვის საკვების მიწოდებას ცდილობდნენ როგორც ადგილობრივი, ისე სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოხალისეებიც. მადლობა ძალიან დიდი თქვენ და აბა ბედნიერად და სტიქიამ ყველაზე მეტად გურიისა და იმერეთის რეგიონი დააზარალა. აქ სალიკვიდაციო სამუშაოები ახლაც გრძელდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ 1985 წლის შემდეგ მსგავსი თითოეულობა არ უნახავთ. ბოლოს 1985 წელს იყო ძალიან დიდი ნალექი თავისი ყინუებით. და 40 წელს გავიდა და ახლა დაგვატყდა ისევ სტიქია თავს. გამოიდარა აჭარის რეგიონშიც და გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლების რაოდენობა შემცირდა. სალიკვიდაციო სამუშაოები ძირითადად ხელვაჩაურის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში გრძელდება. სპეცტექნიკა სასოფლო გზებს წმენს. დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგებს ახლაც ებრძვიან. დათოვლილი სოფლის ქუჩებში კი ნელ-ნელა ადგილობრივები ბრუნდებიან. გაღარიბებული მადანი, ფასის ვარდნა ქვეყნის გარეთ და პიკეტირებული მაღაროები ქვეყნის შიგნით. რამდენიმე წუთში ვითარება ჯორჯიან მანგანეზში.